მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მე ძალიან მინდა დიდი მადლობა პირველ რიგში გადაგიხადოთ თქვენ, ანუ რისთვის იცით გითხრათ. საერთოდ მე ძალიან მიყვარს ესეთი ღრმა გარჩევები საინტერესო თემებზე და მიხარია რომ თქვენს ეს მოგწონთ და დღეს ავირჩიე ესეთი თემა იყო კომენტარებში, იცით თქვენ რომ მე კომენტარებში რა თქმა უნდა ვერ გიპასუხებ თქვენ ისე როგორც თქვათ ვიდეოს დროს, ხო, იყო ძალიან კარგი თემა, რატომ ჩემი პარტნიორი სათანადო ყურადღებას არ მაძლევს. ეს საინტერესო თემა ძალიან, მაგას რა თქმა უნდა, როცა პირად კონსულტაციაზე მომართავენ ასეთ თემით ჩვენ ახლა მაგაზე ვსაუბრობ უფრო ღრმად, იმიტომ რომ იქ უკვე გასაგები არის, ამიტომ ეს ახლა როცა იცით თქვენს ყველა უკვე ალბათ, ვინც არ იცის ახლა რომ ყველა გაშლას მე პირადად მე არ ვპასუხობ ერთ კითხვაზე, სამ კითხვაზე, 15 კითხვაზე, მილიონ კითხვებზე ვპასუხობ, მხოლოდ ძალიან სრულ კონსულტაციის დროს. როცა ჩვენ რაღაცა თემას ვარჩევთ, ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, შეიძლება პირადი დანიშნულება, კიდე რაღაცა, მაგრამ მატრიცას ვიყენებ ყოველთვის იმისთვის, რომ მე გავარჩიო მთლიანად თქვენი სიტუაცია. იცოდეთ, რომ მე არ მკითხაობ, მე არა ვარ ამით დაკავებული, მე ბევრჯერ მithქვია და კიდევაც ვიტყვი, რომ მე ტაროს ვიყენებ როგორც ფსიქოლოგიის წიგნს. ერთ-ერთ უბრალოდ მაქვს რამდენიმე ფსიქოლოგიის წიგნი, რომელშიც არის ძალიან უამრავი ინფორმაცია, მასე ვასწავლე ჩემ მოსწავლეებსაც, რომ ტარო არ არის, კი არის, ვიღაცა მკითხაობს. ჩვენ ვკითხულობთ, ვიღებთ ინფორმაციას აქედან. ეს მინდა რომ იცოდეთ, ვინც მე მომართავთ, რომ გინდათ პირადი კონსულტაცია რა. იმიტომ რომ ჩემი ამოცანა იმაშია, რომ მე თქვენ დაგეხმაროთ სრულიად, იმიტომ მაქვს ამისი ინსტრუმენტი, გამოცდილება და ასე შემდეგ და შემიძლია თქვენ ღრმად დაგეხმაროთ. ამიტომ ვინც მოდიხართ ჩემთან კონსულტაციაზე, ეს გაითვალისწინეთ. ძალიან გთხოვთ. და დღეს რა თქმა უნდა, ეხლა მე აქ არ ვიცი ჯერ როგორ დავარქმევ ვიდეოსაც კი, ნახოთ ეხლა გაშლის დროს რას მეტყვის, მაგრამ დღეს იქნება ისეთი საინტერესო მე ვფიქრობ გარჩევა. ვეცდები მაქსიმალურად, იმიტომ რომ საჯარო გაშლა შეძნელია, ყველას თქვენი მატრიცები მე არ მაქვს, მაგრამ მაინც შევეცდები რომ აგიხსნით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ღრმა თემა, რატომ მჭირდება მე ის რომ ყურადღება მომაქციოს, ან უფრო მეტი დრო დამითმოს, ან უფრო მეტი ზრუნვა გამოაჩინოს პარტნიორმა. ეს არის მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა ბავშვობიდან და ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს მომენტი, რომ ჩვენ რაც ვერ ავიღეთ მშობლებისგან, იმათი ყურადღება, იმათი ზრუნვა, იმათი სიყვარული, პლუს მე ემატებიან სხვა პარტნიორები, ვინც თქვათ ან ქმრები, რო თხოვდებიან გოგოები, ან კიდე თქვათ, პარტნიორები ისე რაღაც იმათიც კიდე გროვდება და ეს ვიღაცა დღევანდელი ვინც აყავს პარტნიორი, ყველაფერს მაგისგან ვითხოვ და ის არ არის მზად, ის ვაფშე სხვა რამისთვის მოვიდა აქ. ხო და თქვენს ურთიერთობაში ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ეს არის დასამუშავებელი, ძალიან მაგარი მომენტი არის და არ არის რა თქმა უნდა ადვილი, როცა შენ თვითონ ანუ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ცოტა პრობლემები, გინდათ თვითქმარობაზე და და ის მისი პატარა ბავშვი, რომელიც ჩვენში ყველაში ზის, არის недолюбленный რა, ბოლომდე არ აქვს ეს სიყვარული რა, ბოლომდე მიღებული, გაიგეთ და აქ ძალიან მაგარი, აქ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი სიყვარული, თავის თავთან იყოს კარგად. ეს უკვე სხვა თემა, ცოტა ღრმაა, მაგაზე ვმუშაობ, რა თქმა უნდა და საერთოდ გეგმაშიც მაქვს, რომ აი ისეთი მინდა გავაკეთო, ცოტა მოგვიანებით. აი კურსიც არა, ტრენინგი ალბათ იქნება ჩემთან როგორც დამრიგებელი ადამიანს წავიყვან აი ამ გზაზე, რომ დავამუშაოთ ჩვენ ყველაფერი ეს მომენტები, რომელიც ჩვენ გვიშლის ხელს, ყველაფერი გვაქვს აი აქ.
აი აქ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ ვართ შემდგარი რისგან, დეჯისგან და მამისგან, ხო? და ამიტომ არის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ პირადად იმ ადამიანებზე კი არ უნდა ვიმუშაოთ, ვინც არის დღეს თქვენი დედა ან მამა, ან ვინც იყო. აქ სხვა თემა, სხვანაირი მუშაობა საჭირო და მაშინ ყველაფერი დაალაგებია. მე ამ თემაზე წლები ვმუშაობ ჩემს თავზეც, იმიტომ რომ მეც რა თქმა უნდა ახლა გავდივარ რაღაც მომენტებს და მაგ ჩემი ბავშვური ტრაუმები, ვიცი ეს რამხელა ტკივილი არის და თვითონ მაგ ცოტა ისეთი არ იყოს ახლა რთული პერიოდები გამოვლილი და მე კიდე თვითონაც ახლა მე გითხარით რომ ადრეც რომ მე თვითონაც მივდივარ თერაპიაში და მე სულ ვამუშავებ ამ თემას. ეს არის ძალიან მაგარი თერაპია საერთოდ არის, არ არის ეს საშიში რამე, ეს პირიქით, როცა შენ თვითონ ყველა ფსიქოლოგს უნდა ყავდეს თავისი ფსიქოლოგი. იმიტომ რომ ჩვენ ახლა არა ვართ ეს ღმერთები და რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვინც როგორც მე მოვდივარ თქვენთან, ხო, ვინც მომმართავს რომ დაგეხმაროთ, ისევ ჩემთვისაც არიან ვიღაცები, ვინც მეც უნდა კიდე უფრო ვთქვათ დამილაგონ ის, რაც დალაგებული სიტყვაზე, ხო? ჩვენ სახს ხარ ვალაგებ მხოლოდ მაგ დროს, როცა უკვე მტვერი და ნაგავი აი აქ არის, ხო? ზოგჯერ ახლა ჩვენ ვაკეთებთ ისედაც რა, რომ ვთქვათ, სუფთავე იყოს რა, ამიტომ ეს სუფთავე გჭირდება, ჩვენ ახლა ყოველ დღე რაღაცას სახში ვაკეთებთ, ვალაგებთ, რომ უფრო ეს სუსტე შევინარჩუნოთ. აი ესე არის ესეც რა, რომ ადამიანს აუცილებლად ჭირდება რა, ისეთი გასუფთავება ყოველდღიური, ან რომ მისი ცხოვრებაც რა თქმა უნდა მიდიოდეს, იმიტომ რომ სული მოვიდა აქ იმისთვის, რომ განვითარდეს რა, უბრალოდ ყოველს თავისი ეტაპი აქვს. всё, ეხლა ბევრი ვილაპარაკე. ну, მინდოდა რომ, იმიტომ რომ მე უკვე მომწონს რომ ის ადამიანები, ვინც ჩემთან არიან, მომყვებიან ჩემ გზას და უკვე იციან, რომ აქ ამ არხზე არა გვაქვს ჩვენ მხოლოდ ის გაშლები, რომ აი მარტო პარტნიორი რო განვიხილოთ. კი, მაგასაც შევეხებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა ღრმად და ცოტა სხვა გვარად. რა, უფრო ამიტომ მომწონს, რომ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, ვინც მოდის ჩემთან კონსულტაციაზე, უკვე ვხედავ, რომ აქ მოდიან, ჩემთან მოდიან ცოტა სხვანაირი ადამიანები, ვისაც მართლა ღრმად აინტერესებს არა მხოლოდ რატომ აინტერესებთ რისთვის და რა შემიძლია გავაკეთო და იმასაც ხვდებიან, რომ ეს არის თემა, რომელიც თქვათ მე დამეხმარება და მე ყველაფერი დამილაგდება. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანია და მადლობა რომ თქვენ ხართ ჩემთან. ვნახოთ ეხლა ისეთი დასტები ავარჩიე, რომ ვნახოთ რომელმაც უნდა დამანახონ ახლა, თუ რაც შემიძლია ახლა ტაროს მარტო მეშვეობით, რომ გავიგო აქ რაღაცები და კარგით, ნახოთ აბა. ეხლა რა მდგომარეობა გაქვთ თქვენ ამ წუთში ვნახოთ. აი ეს მაინტერესებს. ეხლა ეს იქნება როგორც სიგნიფიკატორი, ასე. შემდეგი მაინტერესებს უკვე კითხვები მინდა დავუსვა. შენ თვითონ როგორი განწყობა გაქვს შენს მიმართ, როგორ აგიხსნით ახლა მე დავდებ. მე გარჩევის დროს უფრო აგიხსნით, რომ მაგაზე კიდე დრო არ დავკარგოთ თქვენი და ჩემიც. ვნახოთ კიდე რა გაქვთ თქვენ, იცით ერთი ეს ვიღო ხო შეიძლება ვნახო. მაინც დამეხმარება. თუ რამე ამით გავხსნი კიდე. ბავშვური ტრაუმები რა გაქვთ თქვენ, ის მინდა ვნახოთ. ანუ მე ვკითხავ საიდან მოდის ეს ოსაკა და ვკითხოთ ახლა ჩვენ რატომ ეძებს შენ ამ ყურადღებას და ზრუნვას პარტნიორისგან თუნდაც, ხო? ან სხვებისგან.
და ვნახოთ ჩვენ კიდე რა იცით, ანუ რას გასწავლის შენი პარტნიორი იმით, რომ არ გაძლევს იმ ყურადღებას და არ ზრუნავს და ასე შემდეგ. ну თქვენი თვალსაზრისით, ხო? ესეა და ჩვენ ვკითხოთ ახლა რატომ, რას გასწავლეს ამით, იმიტომ რომ მე ახლა სულ გეუბნებით, რომ ყველა პარტნიორი აბსოლუტურად მოდის ჩვენთვის იმისთვის, რომ დაგვეხმაროს რაღაც ჩვენს ამოცანებში. რომელიც რისიც მოვიდეს სული, რომ ხო აქვს თავისი გეგმა და რა თქმა უნდა პარტნიორის იმისთვის მოდის და ну მატრიცა კიდე რატომ მიყვარს იქ ეს ყველა კარმები მოცემული მე ახლა გავაკეთე სხვათა შორის გარჩევა აქ პირად დანიშნულებაზე. ეხლა ეს ერთი კვირა, ну ასე გვაქვს ჩვენ ახლა ჯერ პირად დანიშნულება, მე ფინანსები, მე ურთიერთობაზეც კი გავაკეთებ, თუ ვინმეს ეს გაინტერესებს, ჩვენ კლუბში მობრძანდეს ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და უფასოდ ვაკეთებ, ჯერჯერობით კვირაში ერთხელ, მე უკვე ცოტა მე მგონი დაგჭირდება უფრო მეტი ჯერ, იმიტომ რომ ბევრს უნდა ეს გარჩევები, რაც მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მე ახლა ჩემი მისიაც ეგეთია, რომ დავეხმარო ადამიანებს. так, всё, დავიწყოთ ახლა, აჰა. საშინელი მდგომარეობა შემიძლია გითხრათ. უკაცრავად. აი სწორედ თქვი და ეგრევე წამოვიდა. ეხლა რა ხდება, იცით? რა თქმა უნდა, აი სულ გოგოები რომ წერენ, ვაი, ისეთი მდგომარეობა მაგ ესეთი ისე დამეხმაროთ. ეხლა სულ მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ არ მოდის ჩემთან არავინ, რომ თქვას, ვაი, მიდე რა კარგად ვარ, ღმერთო რა კარგად ვარ, მიშველეთ. ყველა მოდის ისეთის რაღაცა მომენტები. აკაც არის სიტუაცია, როცა ეხლა ნახეთ. სიყვარული, რა თქმა უნდა, აგერ არის ჩვენი ბავშვი, აგერ არის ჩვენი პაჟი რა, ანუ ზუსტად ეს მომენტი, ანუ ზუსტად ავერჩიეთ, ესე იგი ჩვენ სწორი მიმართულება, რომ აი აქ მე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად აქ ხართ იმის გამო დატანჯული, რომ ვერ ვიღებ მე იმ სიყვარულს და სიყვარულს, როგორც მინდა, მე მზად ვარ თვითონ მოგცე, ხო? მე მინდა, მე ვეძებ რა, იმიტომ რომ აი აქ არის даже როგორი მომენტი, აქ ადამიანი ეძებს იმას, რასაც ანუ რაც არ მიიღო ბავშვობაში, აქ даже შემიძლია вообще ესეც არ გაუხსნა მარტო ამ სამ კარტზეც უთხრა ადამიანს ეს რაც ხდება, მაგრამ ნუ რადგან დავალაგეთ გითხოთ. იმიტომ რომ რახეთ ახლა შეიძლება თუ დაუშვათ აი ურთიერთობას შევეხოთ, რა თქმა უნდა, აქ იყო ის მომენტი, როცა თქვენ გაიცანით, ნახეთ, ნუ ესე იგი ყველა აბსოლუტურად გაცნობა ადამიანის გაცნობა მოდის როგორი კარგად. რა თქმა უნდა, ხა როცა ადამიანი გაიცანი და მოგეწონა ის, იმიტომ კი არ მოგეწონა, რომ თავში გესროლა რაღაცა და დაგიწყო გინება და ლანძღვა. შენ მოგეწონა, იმიტომ რომ ადამიანმა რაღაცნაირად დაგელაპარაკა, თბილად რაღაცა ყურადღება მოგაქცია და უშოთ იმ წუთში რაღაც. შეიძლება даже ის მოგცა, რასაც თქვა ხვებს არ მოუცე იმ პერიოდში. შეიძლება даже ისე მოგექცა, რომ აი სხვას არასოდეს არავის ეგრე არ უქნია, აი მაგან რომ იმიტომ მომწონს, იმიტომ მომეწონა, იმიტომ დამაინტერესა, რომ რაღაც აი სხვანაირად დამელაპარაკა. ეს თავიდან რა თქმა უნდა არის იმისთვის, რომ ჩვენ ხა ადამიანი როცა პირველად შემოდის შენ ცხოვრებაში, თუ დაუშვოთ ჩვენ მიწიერ დონეზე ვიტყვით, რომ ეხა არავინ ხვებს არ გვესმის. ყველას უნდა რომ თავი მოაწონოს, როგორც ჩვენ გვინდა რომ მოვაწონოთ თავი. მაგრამ აი მე უკვე ეს აი ეზოტერიკული თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სულის დონების შეხვედრა მოდის, მოვიდა ადამიანი იმისთვის, რომ შენ რამენაირად დაგაინტერესოს თავისი თავით. მე ამას ქვია კიდე რომ ვიცანი, აი ეს პერიოდი ვიცანი რას ნიშნავს, როცა უკვე მე ვამბობ, რომ აი ვაიმე ეს ადამიანი ასე მგონია მთელი ცხოვრება ვიცნობ, რა ვიცი, ისე მელაპარაკება და ისეთ თემებზე მელაპარაკება, რომ შეიძლება გავგიჟდე რა. ანუ ისეთ რაღაც, ანუ ეს იმდენი გვაქვს ერთნაირი, აი საერთო ეს არის ყველაფერი, ანუ всё, ეს არის თქვენთვის სიგნალი, მოვიდა თქვენი მოსავისული, всё, მოვიდა. რომელიც კარმული იქნება თუ არა კარმული, ეს მე გაერგვა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოდიან
აი ესეთი პარტნიორები, რომელიც უნდა გვასწავლონ ჩვენ რაღაცა, რაც ჩვენ მაგათ ვთხოვე სულის დონეზე. აი ესე უბრალო ენით ამას გეუბნებით და ამიტომ არის ეს მომენტი ზუსტად, როცა ეს პერიოდი, სადღაც აი ყველაზე ხშირი შემთხვევა ვითარდება როგორ 2-3 თვე, ძალიან იშვიათად, როცა თქვათ ახლა აი მქონდა მაგალითები, ну ჩემთან ყოველ შემთხვევაში ვინც მოსვლა, არის თქვათ даже 8 თვეც მქონდა და ერთი კიდე მაგალითი მქონდა, რაღაც ძალიან დიდი ხანი მიდიოდნენ ეს ცოლ-ქმარი და მე დასწრეს რა რო იტყვიან, რომ ну რა ვიცი, ეს მაგათი გზა ეგრე იყო მოლაპარაკება და ხო და ამიტომ არის ეს მომენტი აქ ისეთი, რომ დაუშვათ, იყო ეს პერიოდი, როცა თქვენ ნამდვილად ეს ადამიანი შეხვდათ, კარგად შეხვდათ, თქვა შეიძლება რაღაცა სიამოვნო პერიოდები იყო, მაგრამ და თქვენ ფიქრობდეთ, რომ აი ეს არის ეს განძი, ნახეთ, მე ვიპოვე ის, რაც მე მინდოდა, ვიპოვე, აი ნახეთ აქ ბავშვი ზის, იმაზე გემზე და იქ შტორმი არის უკან და აქ ახლა ეს განძი რაღაცა მინდა მე ვიპოვე ისეთ პერიოდში, როცა შეიძლება სიყვარული აი მინდოდა, ან შეიძლება რაღაც ესეთი პერიოდი გქონდათ, რომ მართლა ეძებდეთ ამ სიყვარულს და იპოვეთ. მაგრამ დასრულდა ეხლა ამ პერიოდში, ჩვენ ხო ვეკითხებით, კითხვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ პერიოდში ეხლა დასრულდა ის მომენტი, რომ უკვე დაიწყო, ანუ ეს თქვენი გზა მასთან ერთად, ასე წოდებული გაკვეთილები და თქვენ ხართ შოკში. როგორ შეიძლება თქვა დაუშვათ, რომ ადამიანი აი ესე მეკცეოდა და მე ეხლა დამჭა მოგონებები ძალიან კარგი, მაგრამ ეხლა რას ვხედავ? ეხლა სულ რაღაცა უსიამოვნება და რატომ კითხვა გებადება შენ თავთან? რატომ ეს ყველაფერი დასრულდა ისევ? და ეს მასე იქნება ისევ და ისევ და ისევ, თუ შენ არ დაიჭირე ეს შენი მთავარი ამოცანა, რომელიცაც მოვიდა სული, რომ დაამუშავოს ყველას თავისი, ახლა არ დავიწყებ ამისი, ახლა აქ ან უბრალოდ ყველას თავისი აქვს. გაიგეთ, მე ახლა ენერგიებით გელაპარაკ კონკრეტულ ადამიანს არ უკეთებ. მე გაშლას უბრალოდ ჩვენ აი სიტუაციას ვარჩევ და ტაროც ჩვენ გვაჩვენებს, აი ზუსტად დაგვანახა სიტუაცია. ну რა თქმა უნდა, ხა მე სანამ მოვალ თქვენთან, ვემზადები, ვეკითხები ეგრეკოს და ну კაროჩე. რომ ვიცოდე, რომ მოდიოდეს ჩემთან ინფორმაცია. ამიტომ ეს ასეთი სიტუაცია ეხლა არის, თუ თქვენი სიტუაცია იცანით, გავაგრძელოთ, ეხლა გარჩევა. შეიძლება რა თქმა უნდა, ეხლა ეს არის საჯარო გაშლა და აქ რა თქმა უნდა არ იქნება ის, რა ქვია, აქ ზოგისთვის კი იქნება 100%-იანივით რა თავისი სიტუაცია, ზოგისთვის იქნება უბრალოდ ინფორმაცია, რომ მიიღოთ თქვენს, თუნდაც აი დაუშვათ მიახლოვებით არის აქ ჩემი თქვათ ინფორმაცია და მაინტერესებს რა იქნება. კარგით, всё, ეხლა თქვენ როგორ ხართ, ანუ რამდენად გიყვართ თქვენი დავით, როგორი განწყობა გაქვთ თქვენს, ну конечно. ღმერთო ჩემო. როგორი განწყობა გაქვთ ეხლა თქვენ? აქ არის როგორი მომენტი. პირველ რიგში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ეხლა მაგარ ტრანსფორმაციას გადიხართ. როცა თქვენ გინდათ, რომ ანუ თქვენს მიმართ, ნახეთ, შეიძლება როგორი სიტუაცია არის, იცით? ну აქ ეხლა ცოცხალ მკვდარი. იცით როგორ თქვენს მიმართ, თქვენ პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ შეიძლება так არავის არ უყვებით იმაზე, აი რა ხდება თქვენს სულში. მაგრამ ზოგჯერ როგორ ხართ, იცით? ანუ აქ даже რას ვეტყოდი, იცით? არ მოგწონთ თქვენ ბევრი რაღაცები თქვენ ცხოვრებაში, პლუს კიდე მე რას გეტყოდეთ, იცით? აქ ესეთი ადამიანი არის, რომელიც შეიძლება არის, როგორ იცით, არ უყვება ბევრს თავის ცხოვრებაზე. არ ელაპარაკება სხვებს.
თავის ცხოვრებაზე. ნუ შეიძლება გქონდეს ესეთი მომენტი, რომ მე რო რაღაცა რო უთხრა ვინმეს, რომ აი ეს რო თვალი არ ეცეს და ეგეთი რაღაცები შეიძლება გქონდეს ადამიანს აქ. მაგრამ აქ არის კიდე ნახეთ როგორი სიტუაცია. აი ეს აქ ძალიან ნახეთ როგორი ლამაზი არის მე-13 არკანი აქ. აი ეს ანუ როცა კი შეიძლება როგორ ახართ იცით, ეხლა თავის მოვლა რამე რომ მე ყველაფერი გააქვთ, კი, თქვენ შეიძლება ისეთი ადამიანიც ხართ, რომელიც ეხლა დაუშვათ ну, თვითქმარი გოგო ხართ, კი ბატონო, მაგრამ აქ საინტერესო პროცესი არის. საინტერესო პროცესი არის. აი თითქოს ძალიან საინტერესოა, მე-13 არკანი ძალიან მაგარია. მინდა რომ ის მე ძველი, მე როგორიც, ანუ შეიცვალოს მინდა ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი, მაგრამ თითქოს როგორი მომენტი არის, იცით? ანუ დახმარება გინდათ. მე ვეკითხები ტაროს ეხლა თქვენს მიმართ, თქვენ როგორ ხართ განწყობილი, მაგრამ თითქოს როგორი თემა. მე არასოდეს არაფერს არ ვეუბნები, რაც ხდება ჩემს თავში, მე თვითონ ჩემს თავთან ვმუშაობ რაღაცას, შეიძლება თქვათ, ვცდილობ რომ დაუშვათ, დავეხმარო ჩემს თავს, მაგრამ ეხლა ისე ვარ, რომ ნამდვილად ვგრძნობ თავს, რომ აი რაღაცა ჩემი რაღაცა ნაწილი თითქოს აი მოკვდა, ანუ არ მინდა უკვე არც ის ცხოვრება, რომელიც მქონდა, მე მინდა რომ რაღაცა შევცვალო. აი თითქოს როგორ არის თვითმკვლელობა რა, ანუ როგორი გაგებით ეხლა, პირდაპირი გაგებით კი არა, ანუ იმ გაგებით რომ რაღაცა ადამიანს აქ აინტერესებს, რატომ მე მემართება ეგეთი რამე. მაგრამ თვითონ უკვე ადამიანი ვერ ერევა იმ სიტუაციას, რომ თვითონ გავარკვიეს და ამიტომ უკვე მოვიდა იმ დონემდე, რომ მე მინდა, რომ უკვე გავიგო, ან ვინმე დამეხმაროს, ანუ ისე როგორც არის, აღარ შემიძლია, მინდა რომ შეცვალოს. აქ მე არ გამოვრიცხავ ვიღაცისთვის, ყველასთვის არ იქნება ეს ინფორმაცია, შეიძლება даже სუიციდიც ეცადა ვიღაცამ. აი ეგეთი ინფორმაცია არის, ხოთშოს მატრიცაში არის ეს პროგრამა და მაგასაც ხსნი, რატომ არის. ზუსტად ეს პროგრამა, მაგრამ აი აქ არის როგორ თითქოს ადამიანს ეხლა ვერ გეტყვით იმას, რომ თქვენი თავი არ გიყვართ, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ აი აქ მაინც ეს ყველაფერი აი არ შემიძლია უკვე მე ამაზე გავჩუმდი, იმიტომ რომ ეს ალბათ არ არის პირველი სიტუაცია. გაიგეთ თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება აქ არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიტუაცია მეორდება. არ გამოვრიცხავ მე ამ მომენტს. ვნახოთ ეხლა ჩვენ აი ცოტა ღრმად შევეცდები ბავშვური ტრავმები. ნახეთ, გუშინ თუ ვინმე უყურა, იგივე ნახეთ, იგივე სიტუაცია. ანუ მოლოდინი, რაღაცა მოლოდინი მე შეიძლება აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ დაუშვათ ისევ მოლოდინი, ბავშვობიდან მოლოდინი. ნახეთ, ჩვენ ტრავმაზე ვეკითხებით. და ისი გუშინაც ეს კარტე ამოვიღეს და სწავლები, ნახეთ, ხოდაი ნახეთ როგორ ჩახავდი ამას. ხო, ანუ სულ რაღაცის მოლოდინი არის. კარგით, აბა მოდით მითხარით აქ. ხო, მან არას ვკითხოთ ჩვენ. აქ როგორი თემა იცით, შეიძლება იყოს მომენტი, აქ ახლა მექნება რამდენიმე, რა თქმა უნდა, ვერსიები, იმიტომ რომ ერთ ადამიანზე საუბარი აქ არ არის. ტრავმა შეიძლება როგორი იყოს, იცით, როცა პირველი ვარიანტი. რატო ველოდები მე ახლა რატო ველოდები ყურადღებას. ან არ არის აღიარება, აი აქ თქვენი
არის როგორი მომენტი შეიძლება ბავშვობაში დაუშვოთ თქვენ არ გეუბნებოდით, თქვენ სულ ელოდებოდით რაღაცას, რომ თქვათ, აი ნუ ეს მამის თემას შეიძლება აქ იყოს, რომ მე ველოდები აღიარებას. ანუ даже აი პროგრამებით, იმიტომ ადვილია მატრიცაში ეგრევე ჩანს ეს პროგრამები არის საგვარეულოს პროგრამები. კიდე და რისთვის არის, ეგაც იქ ჩანს ძალიან მყაფიო და ძალიან მაგარია, ადვილად უფრო მოდის ინფორმაცია რა. ანუ აღიარება შეიტრავა, ანუ შეიძლება даже ბავშვობაში თქვენ ან სულ ითხოვდით როგორ მე აი კარგი გოგოს როლის თამაში, გაიგეთ? მე რაღაცა გავაკეთე, ახლა ველოდები რომ მე დაუშვათ თქვათ რამეს ნუ მეტყვენ რა კარგი გოგო ხარ, ან დაუშვათ ან აღიარება არ გქონდა, გაიგეთ თქვენ და შეიძლება ეს იყო როგორ იცით, ან სულ ეძებდით თქვენ ბავშვობაში აღიარებას. ანუ რა აი სათამაშოები დავყარეთ თქვა ავალაგე, მინდა რომ ეხლა ნუ დედიკომ თქვას რა კარგი გოგო ხარ. ანუ დაუშვეთ ეხლა შევჭამე ჩემი თებში დავდე თქვა რა კონეში რა კარგი გოგო ხარ და ასე შემდეგ და ასე მე მოდის. და აი ეს მომენტი და მშობელი სულ გეჩხუბება. ვაი მე რანაირად დადი გოგო ეხლა ისე რომ და ნარჩენები რო არის რატო არ ჩაყარე ეხლა შენ იმაში რა ქვია ნაგავში. ან დაუშვოთ ეხლა სათამაშოები ისინიც დაალაგე ის გაიგეთ ანუ ბავშვი სულ ცდილობდა იმას რომ აღიარებას პლუს კიდე შეიძლება აქ არ არის კიდე აი დაუშვოთ კომპლიმენტებიც რა თქმა უნდა ეხლა შეიძლება არ ქონდათ მიღებული თქვა არ ვიცოდე თუ ლამაზე ვარ არავის არ უთქვია ჩემთვის გაიგეთ ნუ აქ ბევრი რაღაცები გოგოებო ჩვენ თუ ეხლა ჩავორმავდებით ეხლა ზეგამდე ვერ მოურჩებით მე აი ასე გეუბნები თქვენ ეხლა დაიჭირეთ ეხლა თქვენი იმიტომ რომ როგორც ენერგია რა და მინდა აი უკვე უნდა მივხვდეთ რომ ეს არის თქვენი ერთ-ერთი აქ ტრავმა რა ეგეთი რომ უბრალოდ მატრიცაში არის ესეთი პროგრამა უფრო საგვარეულოს რამდენიმე პროგრამა ხდება სადაც აი ამაზე არის ლაპარაკი გაიგეთ ამ პრობლემაზე რა და რა თქმა უნდა იქვე ეგრევე მყავთ ჩანს მამასთან თუ დედასთან ნუ და ეგრევე ვიჭერთ ხოლმე ამას და მე უკვე რა თქმა უნდა ნუ ვეუბნები რამე ტექნიკებს და ვეუბნები რა უნდა გააკეთო მაგისტრის გაიგეთ იმიტომ რომ ახლა მე რო ეს ყველაფერი აქ თქვენ გელაპარაკოთ ნუ ეს ზეგამდე ხო გეუბნებით არ მოუშვი ამიტომ მითითებას გაძლევთ გაიგეთ რომ არის ესეთი პროგრამები მატრიცაში ანუ თქვენ სულს აქ არჩეული შეიძლება არის სულ როგორი თემა რომ აი რაც არ უნდა გავაკეთო ჩემი არაფერი არ მოსწონს ამას აქვს თავისი მიზეზი შეიძლება თქვა ვაფშე ადამიანს თქვა მამასთან არ ქონდა თქვა რომ მამა მნიშვნელოვანი არის მამა პირველი მამაკაცი რომელიც გოგოსთან კავშირშია და ძალიან დიდი ნუ ძალიან მნიშვნელოვანია დედა სხვა ფუნქციონალია აქვს გაიგეთ და აი ეს ყველაფერი მე უკვე არის როგორ მიდის პარტნიორობაში შენ უკვე ელოდები პარტნიორისგან ელოდები რამეს და ის არ გაძლევს შენ ამ ყურადღებას ეს არის გაიგეთ იმიტომ რომ არ ვიცი აი არ მაძლევდნენ აი აქ მე სულ ველოდებოდი მაგრამ არ მაძლევდნენ თქვა აი ამ საჩუქრას ხო ეს ბუკეტი ხო არის აი აქ ყვავილები სულ მოლოდინში ვარო დავიმსახურო შეიძლება აი ეს მომენტი არის აქ ძირითადად დანარჩენი ხარ რა თქმა უნდა ნუ გასარჩევია ხო აი ნახოთ კიდე რატომ ეძებს შენ ამ ყურადღებას ხებისგან აი ნახოთ კიდე აქ რას გიპასუხიან ხო მამისგან მამა აქ არის მამა აქ არის მამა იმიტომ რომ მამისგან მე ვერ ვიღებ ამ ყურადღებას იმიტომ რომ აქ არის უკვე ის მომენტი როცა დიდი როლი აქვს აი მამის თემას რა შეიძლება თქვა საერთოდ არ ყავდას მამა და ადრე წავიდა ცხოვრებიდან დაუშვით ნუ სიცოცხლიდან ხო რა შეიძლება ნუ კიდე ბევრი მომენტები არის თქვა არ ეცალა ან არ იყო ეგეთი ან მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ რომ აი მამისგან ვერ ვიღებდი სატანადო მე ყურადღებას
ნუ რაღაცა ეს მომენტი დასამუშავებელი შეიძლება კიდე ნახოთ ღრმა წყენა გქონდეს, აი დაუშვოთ ახლა არიან გოგოები რომ თქვა და არა მე მამასთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მქონდა, მამაჩემ ვერაფერი არ შუაში აქა. ამ დროს ზუსტადაც როცა უკვე ვიწყებთ მუშაობას, შეიძლება ისეთი წყენა ზის, რომელიც შენ ფიქრობ, რომ უმნიშვნელო არის, ხო? აი მე სულ ასეთ მაგალითს ვიყვან, ჩემთვის ძალიან ესეთი, რომ ჩემ გოგოს მამა გარდაეცვალა, როცა იყო ჩემი გოგო 9 წლის. თან ბავშვური ტრავმა ისეთი აქვს, რომ ანუ მის დაბადების დღეს ქონდა გასვენება, ნუ იყო გასვენება მამის. ეს ძალიან დიდი ტრავმა, მაგრამ ის პატარა იყო და ნახეთ, არანაირად ან ახლა ძალიან დღემდე უყვართ ჩემს შვილებს მამა დედაპატის სცემენ და მართლა ძალიან მაგარი მამა ყავდათ და ამიტომ მე როცა დავიწყე უკვე მუშაობა და მედიტაციებს რო ვწერდი და მთელი კურსი რომ გავაკეთე ამ თემაზე, დედაზე და მამაზე და ახლა უკვე ქართულადაც გავაკეთე და მაშინ რუსულად ვაკეთებდი და ჩემი შვილს ვთხოვე რომ დედა მეთქი მუსიკა დაადე მეთქი ამ მედიტაციაზე. და რო შემოვიდა მეუბნება რომ დედა აი ეს რა ჩაწერე რა მოკვდი ტირილი და აი აქ დავიჭირე მე ვთქვა შენ რატო იტირე რომ ტირილი არის ბლოკების მოხსნა მედიტაციის დროს რა და ამიტომ ნუ აქ მეთქი რა ხდება რატო შენ ახლა მამაზე ხარ დაწყენი რამეს და არაო და აბა ანუ გაროჯე გამოვაჩინეთ რა რომ მამა რო გარდაეცვალა და მაგი რო გაიზარდა მამის გარეშე, ეს მამის წასვლა მაგან ბავშვობაში მიიღო როგორც ღალატი. ეხლა ვერ მიხვდა ბავშვმა რომ თქვათ რატომ ეს მამა ასე წავიდა, ხო? და ღალატი რო ყველას მამა ყავს, ჩემი რატო წავიდა, ხო? შეიძლება ისეც იყოს რომ აი ცუდი გოგო ვარ სიტყვა, ნუ მევრი რაღაცები, ხო ხდებით რა? აი იმიტომ აი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითი რატო? იმიტომ რომ აი აქ ძალიან აშკარად ჩანს რომ არანაირი მიზეზი არ ქონდეთ ჩემს შვილს რომ თქვათ მამა იყო აღმერთებდა თავის შვილებს ესეთი მამა ყავდეთ ჩემს შვილებს და მაგრამ აი ეს მომენტი ნამდვილად აი იყო სადღაც ღრმად იჯდა ამ ბავშვში გაიგეთ ახლა აი ეს და იყო მაგაზეც აი უყურადღებობაზეც მთელი ისტერიკები და რაღაცები ხო ეს იყო და აი ეს დავიჭირეთ რა და იმიტომ რომ არ ყოფნიდა ყურადღება მამისგან და ამას მე ითხოვდა თავისი, ნუ დღეს უკვე ქმარი არის ეს ბიჭი, ქმრისგან მაშინ შეყვარებული იყო და სულ მაგაზე ქონა, აი არ მომწერა, არ მიპასუხა, რა უყურადღებო, ამ დროს ისეთი კარგი ბიჭი იყო, რომ ყოველთვის მით რუსეთში ცხოვრობდეთ ის საქართველოში და უგზავნიდა იქ ამ საჩუქრებსაც ყვავილი და აი მაინც არ ყოფნიდა, გაიგეთ, არ მინდა რომ საჩუქრები ქონდათ პატარა რო იყო მამამის ის ძინიკინის დროს მაგას მობილურიც კი ქონდა რა არაფერი არ აქვს როგორც საჩუქარი ამას არ აქცევდა ყურადღებას მაგრამ აი იმ თქვა ზარებს არ უპასუხა ისა არ ნუ ჩემს იმა აი ეს მნიშვნელოვანი იყო ანუ რაც ქონდა მიღებული მამისგან იმას არ აქცევდა ყურადღებას მაგრამ აი ეს სულიერი ხო ეს ჭირდებოდა სულ ამაზე იყო კონფლიქტი გაიგეთ იმიტომ რომ ეს ასეა შეიძლება აი დაიჭირეთ თქვენი რა იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება სულაც ამიდან ამის საჩუქარი და ამერიკოს წეროს რაღაცა ნორმალური მითხრეს ჩამეხუტოს აი ეგეთი რაღაცა ხო ხდებით საიდან მოდის რა და ვნახოთ ახლა ჩვენ ანუ რას გასწავლის თქვენ ახლა თქვენი პარტნიორი ამ თავისი უყურადღებობით ხო ну უკვე პრინციპში მე ვთქვი ეგა რომ აი ზუსტად აგიხსენეთ უკვე ეს ყველაფერი ზუსტად აი ეს რომ შენ უნდა ну აი ეს სიყვარული უნდა ისწავლო, ну, დახურული სიყვარული. აი, ну, რაც ახლა აგიხსენეთ, არ გავიმეორო, თქვენ დროს არ დავაკავებ რა. იგივე უკვე, ну, იცით, თქვენ უკვე ვინც მიცნობს, რომ ეჯერ ლაპარაკობ, მე ტაროც მიდასვენ, იმიტომ რომ ინფორმაცია ხო წამოვიდა, რომ ვშლიდი, ხო? ამიტომ უხლა უბრალოდ ტარო პროსტა მიდასტურებს, რომ სწორედ ამოიკითხე. Вот, ჩემო ლამაზებო, მაგით მე დავასრულებ, იმიტომ რომ პრინციპში ახლა უკვე ესე მონახაზი მოგეთ და დანარჩენი ახლა რა თქმა უნდა თქვენზე უკვე დამოკიდებული, თქვენ რას ეზავთ ამ ინფორმაციას როგორ გამოიყენებთ თქვენთვის სასარგებლოდ. მე რა თქმა უნდა ყოველთვის მინდა რომ თქვენ იყოთ კარგად, ბედნიერად და ყველაფერი გქონდეთ ოღონდ კარგი. ყველაფერი კარგი, ჩემო ლამაზებო და ბედნიერები